უწყვეტი საპროტესტო აქციების მე-15 დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს საქართველოში ვიზიტით ჩამოსული ევროპარლამენტარები შეუერთდნენ. 7 ევროპარლამენტარმა გუშინ რუსთაველის გამზირი ფეხით გაიარა, რა დროსაც იქ შეკრებილი მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. აქციაზე პროტესტის მონაწილეები ევროპელ პოლიტიკოსებს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას თხოვდნენ. რუსთაველის გამზირზე მისვლამდე ევროპარლამენტარები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.